მოგესალმებით აბონ ციციაშვილის შოუ გრძელდება დილის საუბრებით ჩემო ძვირფასებო. ერთი კვირა კი გაგვიცდა, მაგრამ არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ მომხდარა, უნდა შეშერებულიყო ცეცხლი არ შეჩერდა და ტრამპი გაგიჟებულია. კაცი ამბობს, რომ ვიცნობდი ამ პუტინს გადასარევად მოვწონდი, მასაც მოვწონდი, მეც მომწონდა, მაგრამ თუ ამ თამაშებს და ამ მოქმედებებს გააგრძელებს, მე ცოტა სხვანაირად ვიმოქმედებ ამბობს, არ მომწონს, რასაც აკეთებს პუტინი, მე მას ვერ ვცნობ, თითქოს ეს კაცი გამოცვალესო. ასე შემდეგ და მინდა გითხრათ, რომ ამერიკელები სულაც არ არიან ბედნიერები, რომ ტრამპი ძალიან დიდ დროს უთმობს უკრაინის საკითხებს და საერთოდ საგარეო საკითხებს, იმიტომ რომ ტრამპმა საკმაოდ მონჯღრეული ეკონომიკა და საკმაოდ მონჯღრეული ამერიკა ჩაიბარა და ერთადერთი პრეზიდენტია მსოფლიოში, რომელიც ამდენ ბრიფინგებს, ინტერვიუებს, ლაივებს ატარებს, არ უშინდება არც Deep State-ის ჟურნალისტებს, რომლებიც დემოკრატებმა მიუსიეს, არავის ყველაზე გათახსირებულ ქალ ჟურნალისტს მისცა ინტერვიუ ისე, იმიტომ რომ მართალი კაცია, არაფრის არ ეშინია და მაგარი კაცია მოკლედ. დონალდ ტრამპი არის ჩვენი საქართველოს მეგობარი, ასე იყო ყოველთვის, ყოველ შემთხვევაში მიშას დროს ასე იყო. ეხლა მეც დავიღალე, თქვენც დაიღალეთ, ყველანი დავიღალეთ, რომ ველოდებით, რომ რაღაცა გვეშველოს, ხო, მუხტი ჩააღვარდა, ჩააკვდა, მაგრამ ნახეთ, სულ ორ აქცია იყო ამერიკის მეგობარი აქტთან დაკავშირებით და როგორი სიხარულით აფრიალეს ჩვენი ფოტოები და მე არ ვიყავ იმ ფოტოზე სამწუხაროდ, მაგრამ არავითარ ვინ ჩივის ჩემ თავს ჯო ვილსონმა მოსმენაზე. კაცო, საქართველოს მიბმულია მსოფლიო ამბებზე. აი მარტო რო იდგეს საქართველოს კიდე ხო ეხლა წამოვიდა აქ Deep State-ური ხო არიან საქართველოშიც Deep State-ის მიმდევარი სასტავი. აი ეს სხვადასხვა ნაცებშიც არის, ოპოზიციაშიც არის ბევრი ესეთი აი აქციებზე ვთქარა. ეხლა აი ამ სამკუთხედში ტრამპი, საქართველოს, რუსეთი, უკრაინა ტრამპი დათმობს საქართველოს, იმიტომ რომ ნახე აზერბაიჯანი უკვე თავისია, ჯიბეში ყავს სასომხეთი, ჯიბეში ყავს და ახლა თვილი საქართველოს დათმობას რა უდგას წინ. არა გენაცვალე თქვენ არ იცნობთ კარგად ტრამპის ხასიათს, ის საქართველოს არ დათმობს და თუ ახლა ჩვენ ესე გულზე ხელი დავიკრიბეთ და გვინდა რომ დათმოს, მაშინ დათმობს, მაგრამ ადამიანი იღწვის იმისთვის, რომ დაგვიხსნას რუსეთის კლანჭებისგან. დავაცადოთ ჩინეთის სანქციების დამთავრება სჭირდება 90. სანქცია თუ ტარიფი თუ რაც არის, ეხა სიტყვებზე არ გამომეკიდოთ, რა ძალიან გთხოვთ და ვაიმე, ეს ევროპა ძლივს გამოიღვიძა, რა კაი განცხადება გააკეთა მერცმა, ხო ნახეთ, რომ საფრანგეთი, ინგლისი, ამერიკა, გერმანია მოხსნია ყველანაირ შეზღუდვას უკრაინის შეერაგებასთან დაკავშირებით. ძალიან მაგარი რაღაცა არის ესაც შემობატონო, მაგრამ თუ ხომ იცით რომ ევროკავშირი რო არ იყოს, ევროკავშირი რუსეთი მშიერი მოკვდებოდა. ევროკავშირმა აი ამ თავისი დებილური სავითომ სანქციებით ვისაყლევებს ბატონო. გამდიდრა ეს ჩვენი რუსეთი, გამდიდრა, მაგრამ არა, ყველაფერი თავის ადგილას ჩადგება, მეგობრებო, უბრალოდ ჩემი თხოვნა ის იქნება, ვეღარ დავიწყებ, რომ ყველა აქციაზე მივიტანოთ ამერიკის დროშები და იმას ვქნა და ამას გასაგებია, მაგრამ ძალიან გთხოვთ, მოთმინებით აღვიჭურვოთ, მოთმინებით დაველოდოთ ტრამპის გენგეგმას. ნახვამდის.